ჩვენ ზოგადად წინა გადაცემებში მივიხილავდით შეცდომებს, მივიხილავდით რომ არასწორად არის ეკონომიკური სტრუქტურა აგებული საქართველოს და საერთო ეკონომიკა არის თუ არა ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და კითხვის ნიშანიც არ უსვიათ ფაქტიურად საქართველოს ეკონომიკა არ აქვს. ტურიზმზე აგებული ეკონომიკას მე მაგალითად ეკონომიკას არ ვთვლი. და ჩვენ ზოგადად ძალიან ისე მოკლე დროში გვინდა რომ ზოგადი მონახაზები გავაკეთოთ მომავალში დაუშვათ ხვალე შეიცვალა პოლიტიკური სიტუაცია დაუშვათ ხვალე მოვიდა ეროვნული ხელისუფლება და რა აქცენტები უნდა დასვას ჩვენმა მომავალმა ეროვნულმა ხელისუფლებამ ეკონომიკის თვალსაზრისით რომ ქვეყანა დროულად დაიძრას წინ ყოველ შემთხვევაში ვარდნა შემცირდეს და შემდგომ წინსვლაზე ვილაპარაკოთ. ჩვენ ვიცით საიდან მოვდივართ, რომ საქართველოს რეგიონში ითვლებოდა ეკონომიკურად ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ რესპუბლიკად და საბჭოთა კავშირის მასშტაბისას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ეკონომიკა საქართველოს ჰქონდა და საქართველოს არასდროს ვალებში არ ყოფილა და საბჭოთა კავშირი ისე დაიშალა რომ საქართველოს უზარმაზარი ვალი ჰქონდა რომელიც მერე შევარდნაძემ გაუნულა და ატკატის სახით როგორც ერთ-ერთმა ჩვენმა რესპონდენტმა ძველ გადაცემაში მოგვახსენა დაახლოებით 50 თუ 40 მილიარდი დოლარის ექვივალენტი ატკატის სახით დაუტოვეს მასო. ხო. და ასე რომ საქართველოს წინაშე საბჭოთა კავშირის ვალი ფაქტურად შევარდნაძეების იბეში აღმოჩნდა. და მათთან დაახლოებული კლანების თიბეებში. მოხდა ისე რომ ეს აყვავებული ეკონომიკა დაინგრა დაახლოებით 200-250 ქარხანა მუშაობდა საქართველოში. ზოგი საკავშირო დანიშნულების იყო და უმეტესობა ალბათ. ხო. მაგალითად ფეროშენობის ქარხანა საკავშირო დანიშნულების ჩარხშენებელი ქარხანა, ელმავამშენებელი ქარხანა და ასე შემდეგ ეს იყო დიდი უზარმაზარი მონსტრები რომელსაც უზარმაზარი ფული შემოქონდა საქართველოს ეკონომიკისთვის. ყვაოდა სოფლის მეურნეობა. კოლმეურნეობები ერქვა იმას თუ საბჭოთა მეურნეობები ერქვა პროდუქციას ქმნიდნენ და საქართველოს ფაქტიურად სოფლის მეურნეობის პროდუქტები არსაიდან შემოსატანი არ ჰქონდა. მათ შორის არ ცხოვრობდნენ. მუშაობდა ძალიან კარგად სოფლის მეურნეობის კერძო სექტორიც. საკოლმეურნეობო ბაზრების სავსე იყო სიაფე, პროდუქტის ხარისხი იყო ძალიან მაღალი. ხორცი იყიდებოდა და ღირდა 3 მანეთი ბაზარში. და ეს ხორცი არ იყო პრემიქსით გაზრდილი ღორის ხორცი, ან პრემიქსით გაზრდილი საქონლის ხორცი. ეს იყო ბუნებრივ კვებაზე ასე რომ ჩვენ კარგად გქონდა საქმე. და ერთი რამ მინდა კიდევ გავახსენო ჩვენს მაყურებელს, რომელიც ხშირად ისმენს ხოლმე ჩემგან უშუალოდ 1987-95-97 წლების გამოთვლებით საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე შექმნილი პროდუქციის ოდენობით დაახლოებით 18-ჯერ უსწრებდა თურქეთის სახალხო რესპუბლიკას. ჩვენ გვერქვა განვითარებული ქვეყანა, განვითარებული რესპუბლიკა. საქართველოს განვითარებულია ბოდიშუქი ჩაგეტერით ეს ჩვენ მოგვაქვია ეს ტერმინი თავდა არ არის სწორი
სინამდვილეში ამას ქვია განვითარებული ინდუსტრიის ქვეყანა. ხო, ინდუსტრიული ქვეყანა. ხო, განვითარებული ინდუსტრიის ქვეყანა. ქვეყანა კი არა განვითარებული, ინდუსტრია განვითარებული, რომელიც ქვეყანას აქვს. სხვა შორის განათლების სისტემაც საკმაოდ მაღალ დონეზე იყო, საკმაოდ კი არა, ძალიან მაღალ დონეზე. ძალიან მაღალ დონეზე ჩვენი ინჟინრები, ჩვენი გეოლოგები, ჩვენი ექიმები სოფლიოს მასშტაბით ყველგან ცნობილები იყვნენ. რაღაც წლებში საქართველოს უმაღლესი განათლების თვალსაზრისით სოფლიოში იყო პირველ ადგილზე. და დღესაც სოფლიოში პირველ ადგილზე. დიახ, დღესაც ესია სხვა შორის. დღესაც ესია. იმიტომ რომ სოფლიოში განათლებული ქვეყნების განათლების დონე ისაზღვრება წერა-კითხვის ცოდნის ოდენობით. და დღეს მაგალითად ამერიკის შეერთებული შტატები განათლებული ერების სიაში 37 ადგილზეა თუ 27 ადგილზე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ საქართველოს პირველია თუ არ ვცდები, პირველია. იმიტომ რომ წერა-კითხვა დღეს საქართველოში ყველა მიცის. ინგლისში ხო, ინგლისში მაგალითად საკუთარ გვარს თურმე ვერ წევს 53%. დამგეთ ეს სხვა კრიტერიუმებია უკვე. გინდა გითხრათ კიდე ერთი უცნაური ფაქტი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა საქართველოს. აბარით. მოღალატე თავდანები. არა, მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვისწრებ. სახლების მესაკუთრეების რაოდენობა შეფერდა. კი ბატონო. კერძო საკუთრებაში ბინების ასე. საზღვარგარეთ თითქმის ძალიან ცოტა ხალხს აქვს თავისი საკუთარი ბინა. მოკლედ და ამიტომ არიან გახელებულები ამ ბინების წართმევებით და მაგრამ ეს ყველაფერი რასაც ვთქვით მაინც საბჭოთა კავშირის დამსახურებაა. რა თქმა უნდა. ამიტომ ბატონსო პირველი კითხვა იქნება ესეთი. ხვალე თენდება დღე საქართველოს ნამდვილად დამოუკიდებელი ხდება. გაიხარეთ. და მინდა ის კაცმა ისე წავიდეს რომ მე თვითონ დავიჯერო უკვე ეს ამბავი და რაც მალე მოხდება და მალე მივლოცავთ ქართულ ხალხს დამოუკიდებლობას ის მალე დავიწყებთ წინსვლას და უთხრათ ხალხს რა გეგმა უნდა განახორციელოს აი მომავალმა მთავრობამ რომელიც იქნება ეკონომიკის თვალსაზრისით.